BlackRock-ის ინვესტიცია Bitcoin-ის ETF-ში ASH-ს მთავრობამ შემოიტანა Big Beautiful Bill, რაც გულისხმობს, რომ გაცილებით გაუმარტივდებათ კომპანიებს, რომ დანერგონ კრიპტოვალუტებით გადახდები. გარკვეული ჭორების მიხედვით, ძალიან მალე Ripple მოაგვარებს თავის ლეგალურ დავას ამერიკის რეგულატორებთან. გამარჯობათ, ეს არის კრიპტო ნიუსი. ამ გადაცემას ყოველკვირეულად წერთ, ასე რომ თუ გაინტერესებთ ახალი ამბები, რაც ხდება კრიპტო სამყაროში, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. ამ კვირაში Bitcoin-მა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ამჟამად $110 ირგვლივ ივაჭრება. ეს საკმაოდ პოზიტიურად აისახა ზოგად ბაზარზეც, ძირითადი კოინების ფასი აწეულია და ზოგადი სენტიმენტი საკმაოდ პოზიტიურია. ეს არის გამოწვეული ისეთი ნიუსებით, როგორც არის BlackRock-ის ინვესტიცია Bitcoin-ის ETF-ში, რაც არის საუბარი პატარა თანხებზე და საკმაოდ აქ საუბარი არის მილიარდობით დოლარზე. ასევე ASH-ს მთავრობამ შემოიტანა ესეთი ახალი აქტი, რომელსაც ქვია Big Beautiful Bill. ერთი დიდი მშვენიერი კანონ პროექტი ქართულად, რაც გულისხმობს, რომ კრიპტოს მიმართ რეგულაციები საკმაოდ უფრო ცხადი და აშკარა გახდა და გაცილებით გაუმარტივდებათ კომპანიებს, რომ დანერგონ კრიპტოვალუტებით გადახდები. ასევე პოზიტიური ახალი ამბები არის Ripple-ის, კონკრეტულად XRP-ის ირგვლივაც მისი ფასი გაიზარდა $2.31-მდე. ამ ზრდის ერთ-ერთი კატალისტი არის ის, რომ გარკვეული ჭორების მიხედვით ძალიან მალე Ripple მოაგვარებს თავის ლეგალურ დავას ამერიკის რეგულატორებთან, კონკრეტულად Stock and Exchange Commission, რომელიც ასე ვთქვათ ეროვნული ბანკის ამერიკის ექვივალენტია. კონტექსტისთვის Ripple ძალიან აქტიურად არის დანერგილი უკვე საბანკო სისტემებში და ის ეხმარება ბანკებს, რათა ფინანსური გადარიცხვები გაცილებით სწრაფი, ეფექტური და იაფიანი გახადონ. თუ ეს ასე მოხდება და მართლა გაიმარჯვებს Ripple და დასრულდება მისი დავა SEC-სთან, ეს საკმაოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზოგადად კრიპტო სამყაროზეც, რადგან ეს დავა უკვე წლებია მიმდინარეობს და ხელს უშლის ასევე როგორც Ripple-ს, ისევე სხვა კრიპტო პროექტებს განვითარებაში. Elon Musk-მა X-ზე გამოაცხადა ახალი პარტიის ამერიკის ჩამოყალიბება და ის ძალიან ღიად უჭერს მხარს Bitcoin-ის და ზოგადად კრიპტო ვალუტებს, მაგრამ რა თქმა უნდა ამ პარტიის რადიკალური პოზიცია არის სიმბოლური და მისი წარმატება დამოკიდებულია პოლიტიკურ პერფორმანსზე და ზოგადად მასკის რეპუტაციაზე მთლიან კრიპტო სამყაროში. იაპონიამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კრიპტოს პრაქტიკულ გამოყენებაში. მათი პირველი ციფრული ბანკი მინა ბანკი, ასე ვთქვათ, ტესტავს სტაბილურ კოინებს Solana-სთან ერთად. Solana აირჩიეს მათი იქიდან გამომდინარე, რომ Solana-ს ბლოკჩეინი არის საკმაოდ სწრაფი, აფი და მისი სკალირება საკმაოდ ფართოდ არის შესაძლებელი. აქ საინტერესო არის ასევე ის, რომ Solana-ს ტექნიკური განახლების შემდეგ მათი ინფრასტრუქტურა გაცილებით გაუმჯობესდა. აქვე საინტერესოა მახსენოთ ის, რომ იაპონია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა და იაპონური კომპანია MetaPlanet იყო ერთ-ერთი პირველი MicroStrategy-ს შემდეგ, რომელმაც დანერგა Bitcoin-ის რეზერვები და ისინი დღემდე აქტიურად ყიდულობენ და ავსებენ მათ Bitcoin-ის რეზერვებს.
და ეს გადაცემა მინდა რომ დავასრულო ყველაზე საინტერესო ახალი ამბით, რაც კონკრეტულად ბიტნეტს ხება. თუ გახსოვთ ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ტოკენიზირებული აქციების, სტოკების შესახებ და ეს ისეთი საინტერესო სიახლე გვაქვს, რომ ამ სტოკების შეძენა უკვე შეგიძლიათ ბიტნეტზე. ანუ ძალიან მარტივად თუ გაქვთ ბიტნეტის ანგარიში, თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ Apple-ის, Nvidia-ს, Robinhood-ის და Meta-ს სტოკები. აღარ გჭირდებათ არც საბროკერო ანგარიში, არც ბროკერი, არც რთული ფინანსური ოპერაციები. პირდაპირ შეგიძლიათ შემოხვიდეთ ბიტნეტზე, გაიაროთ რეგისტრაცია 3 წუთში და შეიძინოთ ტოპ კომპანიების ტოკენიზირებული სტოკები, რაც ერთ-ერთში არის გამყარებული ტრადიციული სტოკებით. სულ ეს იყო დღეისთვის. აქვე შეგახსენეთ, რომ ამ გადაცემას ჩვენ ყოველკვირეულად ვწერთ. აუცილებლად გადადით ჩვენს გვერდზე, გამოიწერეთ და შევხვდებით შემდეგ კვირას.